ვის შეიწყალებს ყაველაშვილი და ვინ დატოვებს დღეს საპატიმროს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დაანონსებული აქტი უახლოეს საათებში უნდა გამოქვეყნდეს. ბოლო პერიოდი აქტიურად განიხილებოდა, რომ სიაში პროევროპულ აქციაზე დაკავებულებიც მოხდებოდნენ, თუმცა ოცნება კონკრეტიკისგან თავს იკავებდა. თავად პატიმრებს და მათ ოჯახის წევრებს ოცნების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის მოლოდინი არ აქვთ, მაგრამ ნაწილი მათგანი პენიტენციურ დაწესებულებასთან იკრიბება. 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ვაშაძე რუსთავის ციხეს 23 იანვარს დილის 8 საათზე დატოვებს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი სასჯელს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის იხდის. 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია წერს ზურაბ ცეცხლაძე პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანასტასია ზინოვკინას შესახებ. ცეცხლაძის თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა მან პატიმრობას ვერ გაუწყოს. ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 100 მგზავრი. მატარებელი რელსებიდან გადავარდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მეორე მატარებელს შეეჯახა. 25 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.